მოგესალმებით. დღეს უნდა მოგიყვეთ ძალიან მაგარ თემაზე, ავტომობილებზე. და იცი პირველი ავტომობილი ვინ შექმნა? წამოდი, გამომყევი, ერთად გავიგოთ. პირველი ნავთობი მანქანა შექმნა კარლ ბენცმა გერმანიაში. მას ერქვა ეს სახელი. თან ის სამი ბორბალი დადიოდა. მოდის ველოსიპედი უფრო იყო ვიდრე მანქანა. მერე მისი ცოლი ბერტა ბენცი პირველი ადამიანი იყო, ვინც ძალიან გრძელი გზა გაიარა ავტომობილით. ეს იყო ისტორიაში პირველი საგზაო მოგზაურობა მანქანა. თენკი წარმოიდგინე, ბენზინის სადგური კი არ იყო. ბენზინს აფთიაქებში ყიდულობდა. მანქანას საშუალოდ 30,000-ზე მეტი დეტალი აქვს. ადრე მანქანები მხოლოდ ბენზინზე მუშაობდნენ. დღეს ჩვენ გვყავს ელექტროები, ჰიბრიდები. მანქანას თითქმის ხმა არ აქვს, როგორც კაპა მიიპარება ჩუმად. ელექტრომანქანები არ ამბინძურებენ ჰაერს. თუ ბევრი ასეთი მანქანა გვეყოლება, დედამიწაც უფრო სუფთა იქნება. იცი რა? მსოფლიოში ყოველ 1 წუთში იყიდება 60 ახალი მანქანა. ჩემი ოცნების მანქანა არის კარლ ბენცის მერსედესი. და შენი ოცნების მანქანა რომელია? დაწერე კომენტარებში და რაც თავია, არხის გამოწერა არ უნდა დაგავიწყდეს. ნახვამდის.